ზოგადად, მაგრამ სხვა ქვეყანაში ხდება მიუხედავად იმისა, რომ ბევრი უბედურება ხდება ამ ჩემ ქვეყანაში, ეს რასაც აქ ვისმენ და ამ დამოკიდებულებას, როგორი დამოკიდებულებაც აქვს ამ ადმინისტრაციას, ეგრეთ წოდებულ ადმინისტრაციასა, თუნდაც დღევანდელ ხელისუფლებას აი ამ პრობლემის მიმართ, ესე მგონია, რომ აი ჩემ ქვეყანაში არ ხდება ეს და რაღაც სხვაგან ხდება, მაგრამ თავარი ის არის, რომ მართლა ძალიან კარგია, რომ დღეს აქ ჩამოვედი და პირადად გავიცანი ის ტკივილები, რომელიც თქვენ გაწუხებთ, არ ვიცი ხა რა, ვერაფერს ვერ შეგპირდებით, იმიტომ რომ ხელისუფლების ზემოთ ღმერთია და რაღაცა ესეთი ჩარევა თუ იქნება, რომ ეს ყველაფერი შეიცვალოს, მაგრამ რაც შესაძლებელი იქნება. მე ვფიქრობ, რომ ამ ხელისუფლების გარეთაც არის რაღაც ბერკეტების, ზემოქმედების, რომ რაღაცნაირად ესენი გამოფხიზდნენ და მიხვდნენ იმას, რომ საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ, როდესაც ასეთი არაადამიანური მოპყრობა ხორციელდება, რომ ცოტა სხვანაირად მოიქცნენ. თუ მართლაც წილში არ არიან და ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად არ არიან გარიგებაში აი ამ პრობლემასთან, რაც თქვენ თავზე არის. არ ვიცი, ვერაფერს ვერ შეგპირდებით, რომ აი ხვალ ეს მოხდება და ზეგ ეს მოხდება, მაგრამ იმის თქმას ნამდვილად აპირებ თქვენთვის, რომ ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ აი ეს ბოროტება, ეს ბოროტების კუნძული, რომელიც აქ არის შექმნილი ამ ნაციონალების მიერ, აი ეს რაღაცნაირად დაიმსხვრეს. ჩემი ხორცი ხართ, ჩემი სისხლი ხართ, ჩემი ცხოვრების ნაწილია. ეს ყველაფერი რაც თქვენ თავზედ ხდება და მართლაც ყველაფერს გავაკეთებთ ამისათვის რა. რომ აი თქვენი სიცოცხლე გადარჩეს, თქვენი მდგომარეობა რაღაცნაირად გაუმჯობესდეს და ის დამოკიდებულება, რაც თავარია, ფული ერთია და მეორეა დამოკიდებულება. როგორი დამოკიდებულებითაც ესენი თითქოს უცხო პლანეტელები არიან, ჩაიქროლებენ ამ მანქანის, ჩამოიქროლებენ და აი მას არ გრძნობენ, რასაც თქვენ გრძნობთ და რაც თქვენ გტკივართ. ესენი ვინ არიან ეს ადამიანები? ერთი თუ ფაშისტები. საკითხია შესასწავლი და გასარკვევი ვინ არიან ეს ადამიანები? არ მინდა დიდ ხანს შეგაწუხო და შეგაწმინოთ, თუ ვინმეს რაიმე განსხვავებული თქმა გინდათ, მზად ვარ რომ ყველას მოგისმინოთ და კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ ყველაფერს გავაკეთებ, რასაც შევძლებ იმისათვის, რომ აი ეს ბოროტების კუნძული, რომელიც აქ არის შექმნილი, რაღაცნაირად ეს დაიმსხვრეს და აქ ნორმალური სიტუაცია აღდგეს, ქვეყანას რო არ ცხენოდეს, ისეთი მდგომარეობა იყოს და ყველანი იყოთ დაცული ამ ქვეყანაში კანონით და ღირსება იყოს თქვენი რაღაცნაირად დაცული და შენარჩუნებული. დიდი მადლობა იმისთვის, რომ აი ამდენს უძლებდით ამ წლების განმავლობაში და ძალიან დიდი ბოდიშით, რომ მართლაც არ ვიცოდი ესეთი დეტალები ამ პრობლემის ირგვლივ და რომ ამდენი ხანი ვერ მოვედი და ვერ მოგინახულე და თუნდაც გვერდით ვერ გაგიდეკით. სულ რომ ვერაფერია ვერ გააკეთო ადამიანმა, მაინც როცა ადამიანს ტკივა და მიდიხარ და შენ იმის გვერდით დგები, ესეც მნიშვნელოვანია. უბრალოდ მე სხვა პრობლემებზე ვარ გარდართული და სხვა სფეროთი ვარ დაკავებული და რაღაც ეს არ იყო ის სფერო, რომელიც მე ვიცი და კომპეტენტური ვარ და ამიტომ ვიფიქრე, ჩემი აქ მოსვლით შეიძლება ვერაფერი ვერ შემეცვალა ისეთი და ალბათ ამიტომ მოხდა, რომ აქამდე არ ჩამოვედი, მაგრამ მე ხარ რაშიდაც გავერკვია და იქ აქ ადამიანის უფლებების ხელყოფაც საკმაოდ სერიოზულია, გარდა იმისა, რომ უკანონოდ არიან ეს ადამიანები გათავისუფლებული, თავისთავად მოპყრობა აქ ძალიან სერიოზულად არაადამიანური და ეს ამაზე ყველაფერზე მარტო ნაციონალური მოძრაობა არა, დღევანდელი ხელისუფლებაც პასუხისმგებელია, რომ ამდენი ხანი არაფერი არ შეიცვალა, აგერ წელიწად ნახევარია ხელისუფლებაში არიან და ესენი ეს ბოროტება ისევ პარპაშობს აქ და თქვენ ისევ აი მდგომარეობაში ხართ, რომ ქუჩებში გეხართ და თქვენ უფლებას ითხოვთ, თქვენს ღირსების აღდგენას ითხოვთ და ელემენტარულად